მარნეულის იმამ ალის სახელობის მეჩეთის ახუნდმა ჰაჯი ჰაჯიევმა პარასკევის ლოცვის დროს ყურადღება გაამახვილა საკითხზე, რომელიც თბილისში ჯუმა მეჩეთში ხალხის სიმჭიდროვის გამო გარეთ ლოცვისთვის ხელის შეშლის ფაქტს უკავშირდება. ჰაჯი ჰაჯიევმა განაცხადა, რომ საქართველოში არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს მუსლიმების ლოცვის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების დემონსტრირება არასწორი და მიუღებელია. თბილისში არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ მოწყობილი აქციები და მუსლიმებისთვის პარასკევის ლოცვისთვის ხელშეშლა საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტებია. ჩვენს ხალხს, აზერბაიჯანელებს, მუსლიმებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ისტორია ამას ადასტურებს და ამის გამოკვლევა რთული არაა. მაგალითად, საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას სუვერენიტეტის, ეკონომიკის და სოციალური განვითარების პროცესში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. შეიძლება სახელმწიფო სხვა ქვეყნებთან ჰქონდეს რომელიმე პოლიტიკური ან სოციალური პრობლემა, თუნდაც არაბული ინვესტიციის საკითხი, თუმცა ამის ფონზე ლოცვის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების დემონსტრირება არასწორია. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებს დიდი ყურადღება მიექცეს. ყურანში იესო, მოსე, აბრაამი წმინდანებად არიან აღიარებულნი. ასევე წმინდა მარიამის შესახებ არაერთი სურა არსებობს, თუმცა ამ თემაზე საუბარს დიდ დროს არ დავუთმობ, რადგან ისედაც ცნობილია ყველასთვის. სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც ბოროტი განზრახვები ამოძრავებთ. იმედი მაქვს, ისინი ვერ განახორციელებენ თავიანთ საწადელს. ჩვენ ველოდებით სახელმწიფოსგან რეაგირებას კანონის ფარგლებში. ყველას აქვს უფლება ილოცოს და თავისუფლად გამოავლინოს თავისი რელიგიური იდენტობა. არ უნდა ხდებოდეს მუსლიმების ლოცვისთვის ხელშეშლა, როცა ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ რელიგიურ რიტუალს ასრულებენ. მსგავსი ტიპის ჩარევები არაკანონიერი, უსამართლო და ამავე დროს არასასიამოვნოა. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ბევრ რამეს ვაფასებთ და მოგწონს, ამას ხშირადაც აღვნიშნავთ ხოლმე, მაგრამ ჩვენ რელიგიებს პატივს ვცემთ. ისლამის მთავარი ღირებულებაც ესაა. ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა და ცხადია იქ უნდა იყოს, სადაც ქრისტიანები არიან დასახლებულნი, ხოლო ისლამის სიმბოლო ნახევარმთვარე კი იქ, სადაც მუსლიმები არიან დასახლებულნი, სოფელსა თუ ქალაქში. არავინ არ უნდა მოახდინოს საკუთარი რელიგიური სიმბოლოების დემონსტრირება სხვა აღმსარებლობის ადამიანებში. აქ მცხოვრები ყველა ეროვნებისა თუ რელიგიის ადამიანის უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული.